დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ფონდ ინტერნიუსის მიერ გაიმართა დოკუმენტური ფილმების პრეზენტაცია, რომელიც განხორციელდა პროექტის კონფლიქტის სენსიტიური გაშუქების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში ფარგლებში. ეს არის საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთობლივი პროექტი, რომელიც ასევე მოიცავს კონფლიქტურ რეგიონებს ყარაბაღი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და დაფინანსებულია ბრიტანეთის საელჩოს მიერ. ამ პროექტის ფარგლებში მომზადდა დოკუმენტური ფილმი სამხრეთ კავკასია, მედია და კონფლიქტი, რომელიც ასახავს თითოეულ რეგიონში არსებულ მედიას სიტუაციას და კონფლიქტების გაშუქების ტენდენციებს. მოიცავს სომხეთს და აზერბაიჯანს და ყარაბაღს, მაგრამ დღეს ჩვენ ვაჩვენებთ მარტო მედია და კონფლიქტების სამ ნაწილს, ქართულს, აფხაზურს და სამხრეთ ოსურს. გადაღებულია ადგილობრივად, ჩვენი ადგილობრივი კოლეგების მიერ აბსოლუტურად დამოუკიდებლად დაუფარავად, ასახავს მიმდინარე ტენდენციებს, თუ როგორ შუქდება კონფლიქტები თითოეულ რეგიონში, როგორ არის სიცოცხლის ენის გამოყენება და რა პრობლემები და ტენდენციები იკვეთება. წარმოდგენილი იყო ის აქტივობები, რომლებიც პროექტის ფარგლებში განხორციელდა. გაიმართა დისკუსია მედიის როლის მნიშვნელობაზე კონფლიქტების მოგვარებისას. ასევე შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში არსებულ სიტუაციაზე. ამ თემებთან დაკავშირებით სტუმრებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.